პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 48%-ით 271,2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. FDI-ის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რადგან 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 183,6 მილიონ დოლარამდე იყო შემცირებული. საქსტატი აღნიშნავს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი კვლავინდებურად კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია. სტატისტიკაში ახალი ინვესტიციები ფაქტობრივად არ ჩანს. შესაბამისად, წლების განმავლობაში ქვეყნების და სექტორების რეიტინგიც არ იცვლება. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში განხორციელდა და 125,1 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია, ხოლო მესამეზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. ამ სამი უმსხვილესი სექტორის წილმა კი FDI-ში 77,8% შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 52,4 მილიონი დოლარით, რადგან საქართველოს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები იურიდიულად სწორედ დიდ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ოპერაციები FDI-ში აღირიცხება. BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად ტოპ-10 კომპანიას შორის, სადაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, შედიან თელასი, IDS ბორჯომი, მაგთიკომი, თბილისი ენერჯი და BJO ჯგუფი. BMG-მ პრემიერს კითხა, რატომ არ ჩანან ქვეყანაში ახალი ინვესტორები და სად არის პრობლემა. მთავრობის მეთაური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდით კმაყოფილია, თუმცა ირაკლი კობახიძე იმასაც ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად. მე გეთანხმებით, რომ კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად, რადგან მთავრობა რეალურად ძალიან აქტიურად მუშაობს, რაც წინ ზოგიერთებს, მაგალითად ემარის იგოდოსის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, ასევე დიდად არის სიამოვნად ტეზერის შემოსვლა საქართველოში და ასე შემდეგ. ჩვენ მუშაობთ ინვესტორებთან აქტიურად, როგორც წყვილ განსაკუთრებულად წყვილ ინვესტორებთან, წყვილ საშუალო მასშტაბის ინვესტორებთან. ეს არის მუდმივი პროცესი და მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კუთხით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული, მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებებიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით ინვესტიციები ქვეყანაში არა ახალი ინვესტორების შემოსვლით, არამედ საფინანსო სექტორში მოგების რეინვესტირების შედეგად გაიზარდა. მისი თქმით, ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეები არ ჩანან, ინვესტიციებს კი ისევ ძველი, ნაცნობი კომპანიები ახორციელებენ. გამოჩნდა რუსეთი, რადგანაც თელასია ერთ-ერთი ინვესტორი ენერგეტიკაში, ხო? გამოჩნდა პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები, რადგანაც მაგთი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული კომპანია და ასე შემდეგ. ანუ ისევ იგივე კომპანიები, იგივე ქვეყნები, იგივე კონფიგურაცია, როცა რეინვესტირება მნიშვნელოვნად აჭარბებს ასე ვთქვათ, ახალ ინვესტიციებს და არც ერთი ახალი მსხვილი მოთამაშე, რომელიც საინტერესო იქნება გრძელვადიანად და როცა საუბარი არის უკვე 100 მილიარდ დოლარიან ეკონომიკაზე, იქ 20-25 მილიონიანი ინვესტიცია უძრავ ქონებაში, რომც იყოს ახალი, ეს არის 2-3 კორპუსის აშენება და ეხლა ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ კორპუსის მშენებლები მსხვილ ინვესტორებად გაიხიზნა. ბილბის დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის დაკვირვებით, ინვესტიციების ლანდშაფტი შეიცვალა. საქართველოში დასავლური ინვესტიციების შემცირდა, აღმოსავლეთიდან ინტერესი კი გაიზარდა. ჩემი ერთ კონკრეტული ფირმის დაკვირვებით, ლანდშაფტი შეიცვალა ინვესტიციების და ძალიან მიკლო დასავლურმა ინვესტიციებმა და აქტიურად დასავლურ კომპანიებს. ეს არის ევროპა, ამერიკა, როგორც ფინანსირების შემოდინების კუთხით. თქვათ, მე ავიძახ საფინანსო სექტორში, შეიძლება საფინანსო სექტორში სხვა სიტუაცია, მაგრამ თქვათ ზოგადად კერძო ბიზნესში ლანდშაფტი შეიცვალა და ეს ნელ-ნელა ჩვენი დაკვირვებით გადმოვიდა უფრო აღმოსავლეთისკენ, ვიდრე იყო ადრე. აღმოსავლეთის ქვეყნების მზარდ ინტერესს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პრეზიდენტიც ადასტურებს. დავით სირდავა ამბობს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ინვესტორებს ნაკლებად აინტერესებთ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები. ისინი უყურებენ ეკონომიკურ პარამეტრებს და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს ეყრდნობიან. გლობალურ ჭრილში უყურებენ, როგორც ბიზნესი როგორ იზრდება. ადარებენ გარკვეულ ქვეყნებს. ანუ ეკონომიკური ზრდა ჩვენ როგორც არის, ისინი უყურებენ ციფრებს. იგივე როგორც არის საქართველოს ეკონომიკის შესაბამის მთავარ გვერდზე, მათთვის ეს სანდოწყარო არის. შესაბამისად სხვა კუთხით, რომელიც გარკვეულწილად საერთაშორისო ორგანიზაციები დასკვნისდებს, ესეც მათთვის სანდოწყაროა. ისინი უყურებენ ციფრებს, ანუ ბიზნესი უყურებს ციფრებს.
აი ასეთი შესწავლის შემდგომ მათი ვიზიტი აქვს თუ ასეთი ერთი შემთხვევაში არ ვიტყვით რომ ის დაკვლება აქვს საზღვარზე, სხვა შემთხვევაში როცა ჩამოდის ნამდვილად უწევთ მათი მისაღებია და უფრო აი ესეთი კვლევით ნაწილში არიან, ნუ სწავლობენ, ზოგი იღებს გაწვრთნებას საქმიანობას აკეთებს, ზოგი მაინც თავს იკავებს. ინვესტიციების ზრდის არსებული დინამიკის გათვალისწინებით ეკონომიკის სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ FDI ზრდას მომავალშიც გააგრძელებს. გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მზიდველ საინვესტიციო გარემოზე, რაც საქართველოში არის, იმ უსაფრთხო გარემოზე, რაც ინვესტორებს აძლევს რწმუნებას, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების მაჩვენებლები მომავალ თვეებში და წლებშიც გაიზრდება, რაც ქვეყანაში ქმნის ერთის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ჯამურად FDI ზრდის მიუხედავად ბოლო წლებში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შემცირების დინამიკა აქვს. წელს პირველ კვარტალში დარგში მხოლოდ 31.9 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო. 18.5 მილიონ დოლარამდეა შემცირებული ინვესტიციები დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. მშენებლობის სექტორში კი წელს პირველ კვარტალში 12.3 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.3 მილიონით ჩამორჩება. საპენსიო ფონდი ზრდას აგრძელებს. ფონდის მონაცემებით მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9 მილიარდ 400 მილიონ ლარს მიაღწია. მიღებული ამონაგები 2 მილიარდ 700 მილიონი ლარია. ფონდში სულ 1.742.000 ადამიანია გაწევრიანებული. მაისში ყველაზე მაღალი 2.5%-იანი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობა შესაბამისად 1.99% და 1.29% იყო. მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი ძირითადად საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი კი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასზე დადებითად აისახა. წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურს კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა. ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას კორუფციასთან დაკავშირებით და გასული წლის ივნისიდან მოყოლებულ პერიოდზე მინისტრებისა და მათი მოადგილეების კანონთან შესაბამისად მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებს. პრემიერი ამბობს, რომ წინა წლებში ბევრ პრობლემასთან ბრძოლით იყო დაკავებული, თუმცა ირწმუნება, რომ გასული 1 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები მაღალ რგოლში სრულად აღმოიფხვრა. 2025 წელს კორუფციის ბრალდებით დაკავებულ თანამდებობის პირთა შორის არიან ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და სუსის ექს-უფროსი. დღეს პასუხისმგებელი ვარ ასე, რაც გუშინ აკეთდა, დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ავიღოთ ბოლო შარშანდელი ივნისიდან პერიოდი. ივნის რატო ამბობ, იმიტომ რომ ივნისში დასრულდა არსებითად საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ შარშანდელი ივნისიდან პერიოდი და ნახოთ კორუფციის ერთი ფაქტი თუ იქნება დაკავშირებული ზედადონის, ზედაეშელონის პოლიტიკოსებთან, როგორც არის მაგალითად პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ერთ ფაქტს თუ ამოიღეთ კორუფციის, პირდებით რომ ყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია. საქართველოს მოქალაქეები ინდ მეწარმედ დარეგისტრირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს გონიერი კონტრაქტის ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია გონიერი კონტრაქტის თანამედროვე ტექნოლოგიაზე და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მომსახურებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ. სამინისტროს ინფორმაციით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მოქალაქეთა მაღალი ინტერესის და მიმართვიანობის გათვალისწინებით სააგენტომ აღნიშნულ მომსახურებაში გონიერი კონტრაქტის მექანიზმი დანერგა, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომს გახდის. გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თანადროული ანგარიშწორებაა. სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესის და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით გარანტიას ქმნის.
ბიზნეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული კიდევ ერთი მომსახურება უძირდება. მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ღირებულება ორმაგდება და ბიზნესისთვის 20,000 ლარით, რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის კი 10,000 ლარით განისაზღვრება. კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ 2027 წლიდან ტარიფის 20,000 ლარამდე გაზრდა სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის მცირე და საშუალო საწარმოებს და ფაქტობრივად ეს სერვისი მათთვის ხელმიუწვდომელი გახდება. ექსპერტი განმარტავს, რომ სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინოვაციურ სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის, რომელთაც ხშირად აქვს სპეციფიკური კითხვები. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო წინასწარი გადაწყვეტილება ერთი შეხედვით კერძო კომპანიის ინტერესებს ემსახურება, შეიძლება იყოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ უნდა დაფინანსდეს მთლიანად ბიუჯეტიდან, ხო? ეს მაინც არ ემსახურება 100%-ით კერძო კომპანიის ინტერესს, ვინც ეს სერვისი შეუკვეთა, ვინაიდან ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ასეთი საჯარო წინასწარი გადაწყვეტილების დროს ძალიან ისეთი რთული кейსი გაუვლია შემოსავლების სამსახურს და შემდგომში ეს გამხდარა ერთგვარი პრეცედენტი იმ რეალობაში, რომ 20,000 ლარი ხდება ეხა ეს სერვისი დაუშვათ მილიარდი რო აქვს წლიური ბრუნვა ან მოგება ესეთი კომპანიისთვისაც და მცირე ზომის კომპანიისთვისაც, ანუ ეს სამწუხაროდ რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი, ეს ვერ მიიღწევა და მე თუ მკითხავთ, აი დღევანდელი ტარიფიც 10,000 ლარით საკმაოდ ძვირია, იმიტომ რომ თვითონ შემოსავლების სამსახურსაც ექნება ალბათ სტატისტიკა, რომ ძირითადად მსხვილი კომპანიები სარგებლობენ დღესდღეობითაც და მით უმეტეს თუ ეს გაორმაგდა. მთავრობა გზების მოვლა შენახვის მიზნით ახალ სახელმწიფო კომპანიას აფუძნებს. შესაბამისად, თუ კი აქამდე საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ახორციელებდნენ. ახლა უკვე ამ ფუნქციას სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. ამ ეტაპზე განსაზღვრულია, რომ ახალი სახელმწიფო შეპესებ გორი-არგვეთას 105 კილომეტრიანი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს, რომელიც თავის მხრივ 128 ხიდს და 59 გვირაბს აერთიანებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებული მოდელი, რომელიც მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას ეფუძნება, სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს. შესაბამისად, ხარისხის გაუმჯობესების მოტივით მთავრობა საწყისი 63 მილიონი ლარის კაპიტალით ახალ სახელმწიფო კომპანიას ქმნის. ეს არის 128 ხიდი და 59 გვირაბი, 105 კილომეტრი გზის მონაკვეთთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ამას უკვე უბრალოდ გზის საფარის მოვლის საჭიროების გარდა გება რეალურად რთული კონსტრუქციული ნაგებობების მოვლის საკითხი და შესაბამისად შემოვდივართ წინადადებით, რომ გზების მოვლა შენახვის, გზების ან გზის მონაკვეთების მოვლა შენახვასთან მიმართებაში გზების დეპარტამენტს ასევე შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ მოვლა შენახვის მოვალეობის შესრულება სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ახალი კომპანიის შექმნა ორ მიზანს ემსახურება. ერთია გზების მიმდინარე მოვლა შეკეთების სამუშაოების უფრო ეფექტიანად განხორციელება, მეორე კი სტიქიური მოვლენების დროს საგზაო გაწმენდის და ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების მყისიერად ჩატარება. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ კერძო კომპანიის შემთხვევაში ხშირად არადამაკმაყოფილებელი ხარისხი დგებოდა, ხოლო სახელმწიფო კომპანია ამ ფუნქციას უკეთ შეასრულებს. მოვლა შენახვისთვის მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომპანიის შექმნა ჩვენ მოგვცემს ასევე იმის საშუალებას, რომ საკმარისად მობილიზებული გქონდეს ამ კომპანიის ეს ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიასთან გამგოებისთვისაც იქნება გამოყენებული. კერძო კომპანია უფრო მაღალი მოგებით მარჟით მუშაობს, სახელმწიფო კომპანია სხვანაირად მუშაობს, რაჩება ხარისხს შეიძლება ერთად დავაკვირდეთ, რამდენად ხარისხიანი იქნება ამ სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა, რაც ხდება კერძო კომპანიის მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც იყო, ყველაფერიც იყო, ფასების შეტანებით მაღალი იყო, ხარისხი არ იყო სამწუხაროდ ისე. გზების მოვლა შენახვის ფუნქციის სახელმწიფო კომპანიის მიერ შესრულებაზე თავად კერძო სექტორს არაერთი კითხვა და შენიშვნა აქვს. ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია კავკასოს როდ პროჯექტის მმართველი პარტნიორი ამ გადაწყვეტილებას კატასტროფას უწოდებს და მთავრობას კითხვითვე მიმართავს. რის საფუძველზე დაასკვნა ხელისუფლება, რომ ამ კონკრეტულ ფუნქციას სახელმწიფო ბიზნესზე უკეთ და ხარისხიანად შეასრულებს.
ეს იქნება პირდაპირ კოლაფსი. სახელმწიფო კომპანიებს თუ ვაკეთებთ საქართველოს, მაშინ მშენებლობაზეც გადავიდეთ სახელმწიფო კომპანიებს. პროექტირებაზეც გადავიდეთ სახელმწიფო კომპანიებს და საერთოდ რატომ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და დაგვიშავა თუ კარგი იყო. მეორე, იქნებ ვინმე დადოს ანალიზი. საერთოდ რაღაცა რო ხდება, ანალიზი უნდა ითქვა, რა იქნება ეს კომპანია უკეთესი კერძო კომპანია. და მესამე, ფოტოშოპის ნაციონალების დროს წინათაურობის როდესაც შექმნეს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. და 2014-ში თუ 2015-ში დახურეს. რატომ? ხონდა დავერფიოთ ერთხელ და საბუთებოდ რომ ჩვენ მივდივართ საბაზრო ეკონომიკისკენ, თუ მივდივართ დირექტიული ეკონომიკისკენ. პირობითად გორიდან შეიძლება ყაზბეგში, სვანეთშიც ნებისმიერ დროს სახელმწიფომ დაავალოს თავის CP იქნება თუ როგორი სახით ჩამოყალიბდება, რომ ერთობლივად დროულად მოხდეს პრობლემების გადაჭრა. თუმცა ვინ უნდა გააკონტროლოს როგორ შესრულდა სამუშაოები, ანუ ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია კერძო საზედამხედველო კომპანიამ აკონტროლოს სახელმწიფო ორგანო როგორ აწარმოებს მოვაშენებელ სამუშაოებს, ხო? ანუ გამოდის ისე რომ ხარისხი და ზედამხედველობას თვითონ უნდა გასწიოთ. ინტერესთა კონფლიქტი იმ ხელა დონეზე ჩნდება, რომ ესეთი წყობით არც ერთ თანამედროვე ევროპული თუ განვითარებული ქვეყანა არ მოქმედებს. ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს სამშენებლო ლაბორატორია კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის ხელმძღვანელსაც, რომელიც აცხადებს, რომ ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებით მნიშვნელოვანი ინტერესთა კონფლიქტი იქმნება. კერძო სექტორს კი კონკურენტი უჩნდება. ტიტე ჯიშიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ მსგავსი ფუნქციების შესრულება თანამედროვე მიდგომას არ წარმოადგენს და კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი იქნება. კერძო სექტორს რა თქმა უნდა ალბათ უჩნდება კონკურენტი, იმიტომ რომ დღეს მდგომარეობით ზონებად არის საქართველოს დაყოფილი და თითოეულ ზონაში ცხადდება მოვაშენახვის ტენდერები და სხვა ნებისმიერ კუთხეში თუ რეგიონში არის სხვადასხვა კომპანიები დიდი ხანია უკვე და წლები აგროვებენ როგორც სამუშაო გამოცდილების სამუშაო პერსონალს, ასევე ტექნიკას, პირობითად ჩარჩან ვიღაცამ შეიძლება ძალიან დიდი თანხა ჩადო იმაში, რომ შემოეტანა ახალი ტექნიკა და უკვე დღეს დაინახა ის, რომ უცებ შეიძლება მისი საქმიანობა საერთოდ ას მოკლებული გახდეს. ეკონომისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნა და ბიუროკრატიის გაზრდა თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ქართული ოცნების რიტორიკასთან, სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში თანხების ოპტიმიზაციის შესახებ. ფიცი წამს ბოლო მაკვირვებს ამაყობს ირაკლი ხობახიძე უკვე წელიწადნახევარია როგორ შეამცირა ხარჯები საჯარო სამსახურში და ოპტიმიზაცია გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში და თვითონ უკვე ყოველ კვირეულად ახალ სახელმწიფო კომპანიების შექმნას აინიცირებს და ეს უბრალოდ არათანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა. მეორე, რა გზით მოხდება ეს ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი ამ ხარჯებს არა ბიუჯეტიდან დაფარავს სახელმწიფო, არამედ ჩვენ მოგვიწევს უხარისხო ინფრასტრუქტურის მოვლის და ფაქტიურად თავიდან კეთების ან შეკეთების დაფინანსება. გზების მოვლა შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნების ინიციატივა საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნისთვის საწყის ეტაპზე დაახლოებით 63 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც სახელმწიფომ 119 ერთეული თანამედროვე ტექნიკა უნდა შეიძინოს. ასევე კომპანიის წლიური ოპერაციული ხარჯები ნავარაუდევია, რომ 30 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ამ თანხაში შედის 163 თანამშრომლის სახელმწიფო ფონდი, რომელიც დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს. გზებზე წესრიგის ახალი სამსახური იქმნება საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ნარჩენების მართვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით ახალი სამსახური საავტომობილო გზების დანაგვიანების და ნარჩენების არასწორი მართვის ფაქტებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებაზე იქნება პასუხისმგებელი. დღემდე სხვადასხვა უწყებებს შორის კომპეტენციის განუსაზღვრელობის გამო მსგავს დარღვევებზე დროული რეაგირება პრობლემას წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდა გზების მოვლა შენახვის ნაწილისა, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება უსაფრთხოების საკითხი.
რისთვისაც იქნება უშუალოდ გზების დეპარტამენტში სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის პირუტყვის გზაზე გადასვლის ღონისძიებების პრევენციას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით უწყებაში 25 თანამშრომელი იქნება და საშუალო სახელფასო ფონდი 100,000 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება ყოველწლიურ ხარჯებს, სრულფასოვანი ინსპექტირებისა და მონიტორინგისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა 300,000 ლარი საწვავისთვის, ხოლო 350,000 ლარი მოვლა შენახვისთვის. სამსახურის ტექნიკით აღჭურვისათვის ერთჯერადად კი 50,000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული რესურსი აუცილებელია 6,000 კილომეტრის საავტომობილო გზის ქსელის სისტემური კონტროლისთვის. მთავრობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმების შემცირებას არ გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში გაზრდილ ჯარიმებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სტატისტიკას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ჯარიმები მოსახლეობას ტვირთად აწვება, თუმცა შედეგი, რაზეც ის იყო გათვლილი, ვერ დგება. მუდმივად ვაგვირდებით სტატისტიკას და იმას თუ რა გავლენას ახდენს, მაგალითად ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული თვეების მონაცემებს, გასული დაახლოებით 1 წლის მონაცემებს და ვნახევთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები პირდაპირ აწვება, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოსახლეობას აბსოლუტურად შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი ვერსია ჯარიმებთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით და იმუშაოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტთან ერთად. დღეს ვართ საკმარისად მომაგრებულები იმისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ. ასე პასუხობს პრემიერი კობახიძე BMG-ს კითხვას, თუ რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ამ დრომდე სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის პრობლემის მოგვარება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობის მფარველობას. ჰესებსაც ავაშენებდა კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება ყველა მიმართულებით, ამბობს კობახიძე. ჩვენ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილებაც განახორციელებთ, მათ შორის ძალოვანი მიმართულებით შეცვალეთ მთლიანად მითუმები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც გეტყვით, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში. კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით ვინ გამოუყვანა მოსახლეობა, მიზანი იყო წელში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის რაღაცა ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი ესე არაშენებული იყო და ისინიც ამობილიზო. ძალიან ადვილია საქართველოში უცბად შეგიძლია 50 კაცი დაამობილიზო და ჩაშალო სხვადასხვა ტიპის ადვილი იყო ჩაგეშალა ასეთი ტიპის პროექტები, აღარ არის ეს ადვილი. ესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგის აღმოიფხვრება ყველა მიმართულებით. იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არ იყო. ჯერ კიდევ წელიწადი 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს და ამაზე პირადად მეც ვარ პასუხისმგებელი, დღეს არის სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობის მფარველობას და ასე შემდეგ. რაღაც ბუშტი იბერება და ბოლოს გასკდება, ყველაფერს აქვს ზღვარი. პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაინინგის შეწყვეტაზე არაერთი წელია მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ მოსწონს იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც სვანეთს ვნებენ. ჯაფარიძე ასევე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება დენის მოხმარების კვოტაზე რამდენიმე ვარიანტს დადებს, რომ სვანეთი არ ჩაბნელდეს და ბიზნესი და მოსახლეობა არ დაიჩაგროს. თელ დღეს ვტრაბახობთ, რომ კარგ კურორტს ვაშენებთ და უცებ დენი არ არის. სასტუმროში ცხელი წყალი არ არის, ცივა საბაგირო გამორთულია, ამბობს ჯაფარიძე. ის ფიქრობს, რომ პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებაში არამხოლოდ მაინერების, არამედ ზოგადად გაზრდილი მოხმარების ბრალია, მათ შორის სასტუმროების მხრიდანაც. ჩემი მოსახლეობის შეხვედრა იყო მხოლოდ საუბარი ამაზე, რომ აიღეთ მაინერები. ნუ შვებით ამ მაინერებს, თორე მე გეუბნებთ, რომ პრობლემა გახდება და ეხლა ნუ რაღაცა არ მოხოჭ ბუშტი იბერება, პრობლემა გახდება ეს. არ მომწონს, მეც არ მომწონს, რა თქმა უნდა არ მომწონს. არ შეიძლება ზამთარში დენი ითიშება, არის პრობლემები, ტრანსფორმატორები ფეთქდება, ენერგოპრო არაფერს არ აკეთებს. იმიტომ კი არა რომ არ უნდა, არ აკეთებს, იმიტომ რომ ფულს არ გადაიხდი, მქონდა შეხვედრა ის მაგალითად რწმუნებულებთან, საკრებულოებთან, სხვა თემებზე. მაგრამ წარმოიშვება აქაც ეს საკითხი. და იქაც გავახსენე ყველას. გახსოვთ ამას რომ საუბრობდით? ეხლა კეთილი ვინებოს სულ ყველამ
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება რამოდენიმე ვარიანტს გადებს იმას, რომ ეხა სვანეთი არ ჩაბნელდეს სასტუმრო ძენზე არის მაგალითად დაერთებული და ძენზე ფუნქციონირებს. ხო, გასწობა ეს ყველაფერი და რადგან სვანეთში ალტერნატივა არ არსებობს, შესაბამისი ალბათ მიდგომა უნდა იყოს, რომ იმაში დააბალანსო, რომ რაც გაზის ფასი ხდით, იგივე გადაიხადოს, რომ განსხვავებულიც არ იყოს, რომ თბილისში ზუგდიდში რასაც ხდით სასტუმრო, იგივე გადაიხადოს თქვა ჩვენთან. ხევადი გაზი ბოლო ერთ კვირაში კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. ჯამში მარტიდან LPG საწვავი 20-25 თეთრით არის გაძვირებული. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის განმავლობაში ფასების ზრდა გაგრძელდება. სექტორის წარმომადგენლები მიზეზად კომპლექსურ ფაქტორებს ასახელებენ. მათ შორისაა სეზონური ფაქტორი და მოთხოვნის ზრდა. როგორც დარგში განმარტავენ, მაისიდან სექტემბრის ბოლომდე აქტიური საკურორტო სეზონისა და მობილობის ზრდის გამო ხევადი გაზის მოხმარება და მოთხოვნა დაახლოებით 25-30%-ით იზრდება. მაისის თვიდან დაწყებული უკვე სექტემბრის ბოლომდე 20-25 რიცხვამდე ინტენსიური მიმოქცევა არის ადამიანების გადაადგილება და შესაბამისად უფრო მეტ საწვავს მოიხმარენ. ეს იქნება დამატებითი წნეხი ფასზე. რასაკვირველია, გარდა მაგისა არის, რომ რუსეთის ფედერაციაში ხევადი გაზის დეფიციტური პროდუქტი არის. ახლა გაზრდილ მოთხოვნას რუსეთის ბაზარზე შექმნილი ხევადი გაზის დეფიციტიც ემატება. რუსეთი საქართველოსთვის ამ ეტაპზე LPG საწვავის ერთადერთი საიმპორტო ბაზარია. რუსეთ-უკრაინის ომი და საწვავის გადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება მიწოდების დეფიციტს ქმნის. ალტერნატივის არარსებობა კი მიწოდების რისკებს ზრდის. ფასზე გავლენას ახდენს რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო ბაჟიც, რომელიც ტონაზე დაახლოებით $130 შეადგენს. ფასების და განაპირობების პირველ რიგში ბოლო ორი თვეა საექსპორტო გადასახადი დაწესდა ტონაზე $130 ფარგლებში. გვეცოდინება 20 ივნისის შემდეგ, ხომ არა იწევს კიდე, ყოფილა რომ ამაზე მეტიც ყოფილა. მეორე ვალუტის კურსი მყარი რუბლი, განაპირობებს ფასების ზრდას. ზოგადად ეხლა სხვა ფასებიც, რა ვიცი, ეხლა ფასებზე რაც ხდება, ეხლა ქვეყანაში ბოლოს ცოტა ხელფასების გაზრდაც მოგვიწია. ლარი და 50, ლარი და 55-ის ფარგლებშია და ველოდები პირადად მე ლარი და 70-მდე გაძვირებას. ალტერნატივა არის მხოლოდ ყაზახეთი, რომელსაც თვითონაც რომელიც აზარმოებს ხევადი გაზს, მაგრამ ყაზახეთის არ აქვს იმხელა ექსპორტი, რომ საქართველოს დააკმაყოფილოს. ვით შემოტანის ინფრასტრუქტურა კიდევ ჩვენ არ აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ ხევადი გაზის კუთხით რუსეთის ფედერაციაზე. ფასების ზრდაზე მოქმედებს ადგილობრივი ფაქტორებიც. ხევადი გაზის სადგურებისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმების გამო რამდენიმე ათეული სადგური უკვე დაიხურა. ნაწილი კი დამატებითი ჯარიმების საფრთხის წინაშე განაგრძობს ფუნქციონირებას. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა ჯარიმები მერიაშივე გაასაჩივრა, ნაწილმა კი სასამართლოს მიმართა. თუმცა ჯერჯერობით საკითხზე გადაწყვეტილება არც მერიას მიუღია და არც სასამართლო განხილვები ჩანიშნულა. შეთანხმება არანაირი არ გვაქვს, რომ რაც შეეხება შეთანხმებას. სადგურების დიდი რაოდენობა არ არის ჯერჯერობით დახურული და არის დაახლოებით ალბათ 10% დახურული. ახლა ჯერჯერობით ჯარიმების განხილვა არის მერიის იურიდიულ სამსახურში. იმიტომ რომ ეს ჯარიმები, რომელიც გამოიწერა, ჩვენი მოსაზრებით ეს ჯარიმები არ შეესაბამება კანონის ნორმებს. და ამიტომაც არის განხილვული და გასაჩივრებული. გასაჩივრებულია სასამართლოში და განხილვა ჯერჯერობით არ არის დანიშნული. ზოგი მერიაში ასაჩივრებს, ზოგი პირდაპირ სასამართლოში, ორივე გზით შეიძლება. ყველა არის რისკის ქვეშ რა და დაჯარიმება როცა ხდება, იურისტები ასაჩივრებენ და ამ ფორმით ვაგრძელებს. განმეორებითიც აქვს დაწერილი 15,000 ლარიანები. მუნიციპალური ინსპექცია კი განმარტავს, რომ გატარებული ზომები დედაქალაქში საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ ხევადი გაზის რეალიზაციის ობიექტებსა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებულ სადგურებს ეხება, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებდნენ საქმიანობას. საკითხი ეხება წესების დარღვევით ადვილად დაალებადი და ფეთქებადი მასალების განთავსება რეალიზებას, რომელთან დაკავშირებული კანონით ძალაში წელს შევიდა. თუმცა დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი ხევად გაზზე არ უნდა გავრცელდეს. ეს წესი და ეს კანონი თავის შინაარსის მიხედვით არ მოიცავს ხევად გაზს. ხევადი გაზი არის საწვავი, არის სხვა
რომ არის საწვავი. ეს არ არის ფეთქებადი ნივთიერება, ფეთქებადი ნივთიერება არის შესაბამისი კლასიფიკაციით განსაზღვრული ნივთიერება. არც ადვილად აალებადია. თხევადი გაზის რეალიზაციის, განთავსების რეალიზაციის და წესები არის გაწერილი საქართველოს კანონმდებლობით. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი ფეთქებადია ნამტვერებადი მასალის განთავსება ან და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული წესი სექტემბრიდან მუნიციპალიტეტებსაც გავრცელდება და რეგიონებში განთავსებულ თხევადი გაზის სადგურებსაც შეეხება. ასეთი ობიექტების იმ ადგილებში განთავსების შემთხვევაში, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირები 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 5000 ლარით დაჯარიმდებიან.